გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. რეზოლუცია, როგორც ცნობილია, ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სანქციების გარდა განიხილოს დამატებითი შეზღუდვები, ნორმები, მათ შორის SWIFT-დან, უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშწორების სისტემიდან გათიშვა და ასევე სექტორულ სანქციებზეა საუბარი, რომელიც არის მიმართული ქართული ოცნების ამ ტექსტის მიხედვით რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ. ეს ჩანაწერი როგორ შეიძლება შეფასდეს და რა ტიპის თქვათ სიგნალი შეიძლება იყოს ახლა ქართული ოცნებისთვის. გამარჯობა, მივესალმებით მაყურებელს. SWIFT-ზე საუბარი არის კატასტროფული ნიშანი ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ SWIFT-ი ჩვენი მაყურებლებისთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის მთავარი კავშირი, როგორც ინტერნეტი არის ჩვენი კავშირი სხვა ქსელებთან, ასევე ნებისმიერი ბანკისთვის იმისთვის, რომ მან განახორციელოს ნებისმიერი ტრანზაქცია არის აუცილებელი SWIFT-ზე წვდომა. SWIFT-დან გათიშვა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საფინანსო სანქცია, რომელიც გააჩნია დასავლეთს. რუსეთის ბანკების უდიდესი ნაწილი არის გათიშული, 1-2 ბანკი არის დარჩენილი, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის რომელიმე ბანკი ან ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამდებობის პირები ან სტრუქტურები არიან გათიშულები SWIFT-ისგან, ეს ავტომატურად არის ირაკლი, შეგიძლიათ დააზუსტოთ, ანუ SWIFT-ი ყოფილა ნახსენები წინა პერიოდებში, ანუ ამ შესაძლებლობაზე ყოფილა საუბარი, თუ ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ SWIFT-დან გათიშვა უნდა იყოს განხილული როგორც დამატებითი შემზღუდავი ნორმა. ზოგადად, როცა ჩვენ საუბრობთ ფინანსურ სანქციებზე, SWIFT-ი იგულისხმება, მაგრამ აქამდე იგულისხმებოდა კონკრეტული ადამიანები, მაგალითად, სანქცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ყველა მათგანი არის, რა თქმა უნდა, გათიშული SWIFT სისტემისგან და მათზე მოქმედებს ინდივიდუალური საბანკო სანქციები. თუ SWIFT-ზე საუბარი არის უფრო ფართო და ეს ჩვენ შევამოწმოთ და კარგად ვნახოთ რა წერია ამ კონკრეტულ რეზოლუციაში და შემდეგ როგორ მოხდება მისი ინტერპრეტირება უკვე ჯერ საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ და შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს მიერ, მაგრამ თუ საუბარი არის რომელიმე ბანკის გათიშვაზე და აქ საუბარი იყო მაგალითად Liberty Bank-ზე, იმის გამო რომ მისი მფლობელი არის პირდაპირ დაკავშირებული მთავარ პროპაგანდისტულ ტელევიზიასთან. ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენი ქვეყნის საფინანსო საბანკო სისტემაზე. თუ საუბარი არის ზოგადად SWIFT-დან გათიშვაზე ქვეყნის, ეს უბრალოდ დამანგრეველი იქნება ქართული ეკონომიკისთვის, ტურისტები უბრალოდ ვერ გამოიყენებენ კარტებს და ეს იქნება ყველაზე მცირე რამ, რაზეც ჩვენ უნდა ვინერვიულობ და ზოგადად ყველა ინვესტორისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის საქართველო გახდება შავი ზონა, სადაც ინვესტირება უბრალოდ შეუძლებელი გახდება იმის გამო, რომ ჩვენ გამოთიშულები ვიქნებით ყველა ელემენტარული საბაზისო დასავლური ფინანსური ინსტიტუტისგან. გიორგი, აი სანქციების საკითხს მინდა გავამახვილოთ ყურადღება. აქ არის მოწოდება ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ ორმხრივი კოორდინირებული დაწესება უნდა ნახოთ პერსონალური სანქციების თვალსაზრისით ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირების, რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ადმინისტრაციაში, ბიზნესი, მედია, სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო კომისია. არის მოწოდება საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეების სანქცირების შესახებ და საკმაოდ ასე თქვათ გამოდის, რომ ფართოვდება, შესაძლოა გაფართოვდეს ეს ჩამონათვალი, ხომ? აი ოცნება დღეს წინა პრაქტიკას მიმართავს და ამბობს, რომ აი დღითი დღეს წონა შემცირებული არის, იმიტომ რომ ერთია საუბარი და მეორეა ამის იმპლემენტაცია. აი თქვენ რა სიტყვით, ანუ ეხლა რამდენად ახლოს არის ვითარება იმასთან, რომ აი ეს რაღაც შეფასებები, შეშფოთება თუ ასე შემდეგ მოწოდება იქცეს საქმეთ, მით უმეტეს რომ ჩვენ ნახეთ ხო ინიციატორის მხრიდან, ქალბატონი იუკნევიჩიანის მხრიდან, რომ ის პირდაპირ აღმასრულებელ ორგანოს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ, იმიტომ რომ არ ითმეს დრო და ასე შემდეგ, ხომ? მრავალი საფუძველი და მას ამისთვის როგორც თავად განმარტა. აი ამ საკითხს როგორ უყურებთ თქვენ? საქმე პრინციპში უკვე გადაქცეული არის, იმიტომ რომ იმ ადამიანთა 70-80% ვინც იყო აქამდე სანქცირებული, ისინი ან ჩამოაქვეითეს, ან საერთოდ დატოვეს სამართლებრივი სისტემა. ჩვენ ეს ძალიან ნათლად ვნახეთ, შესაბამისად სანქციები მუშაობს, სანქციები საკმაოდ მტკივნეული არის ასეთი სახის რეჟიმისთვის, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი კომფორტი და პრესტიჟი შეინარჩუნოს, რაც უფრო მეტად გაფართოვდება სასანქციო რეჟიმი, მით უფრო გამკაცრდება, მით უფრო გაუჭირდება ქართულ ოცნებას, რომ შეინარჩუნოს ელემენტარული ფინანსური სტაბილურობა და მათ შორის ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბოლო დროს
აქტიურად ცდილობენ, რომ ყველა ის რუხი და შავი სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, გადმოვიდეს ბიუჯეტის კისერზე და ეს ჩვენი ბიუჯეტიც არ არის უსასრულო და ოცნებას ძალიან გაუჭირდება არსებული ეკონომიკური სასანქციო პოლიტიკის პირობებში შეინარჩუნონ ის ფინანსური სტაბილურობა, რომელიც აქამდე ჰქონდა ჩვენ ქვეყანას. ანუ ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა. მეორე საკითხი არის ის, რომ რაც უფრო მეტად გაფართოვდება სასანქციო რეჟიმი, რაც უფრო მეტი ადამიანი მოექცევა დასავლური სანქციების წნეხის ქვეშ, მით უფრო მეტად გაუჭირდება ქართულ ოცნებას, რომ იპოვოს შემსრულებლები იმ დავალებებისთვის, რაც არის პოლიტიკური, რაც არის აშკარად გამოწვეული პოლიტიკური სარჩულით და შესაბამისად ყველა იმ შავნელი საქმისთვის მათ ძალიან გაუჭირდებათ შემსრულებლების მოძებნა. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ საუბარი არის პროპაგანდის კომპონენტზე და საუბარი არის რეჟიმის გამაძლიერებლებზე, ანუ აი ბიზნესმენებზე, რომლებიც ცდილობენ რომ ბრჭყალებში დაალაგონ ქართულ ოცნებასთან და პასუხისმგებელ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებლები რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის რეპრესიული ზომების განხორციელებაზე. ეს ცალკე არის, მაგრამ აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის რეჟიმის საყრდენებზე საუბარი. ანუ ის ბიზნესმენები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე რომ არაფერს არ აკეთებენ, არ აშავებენ, უბრალოდ ოცნებასთან ცდილობენ რომ დაალაგონ, ამ ადამიანებამდეც მივა ეს სანქციები და მათაც გაუჭირდებათ საბაზისო დასავლური ინსტიტუტების გამოყენება. და აქ მნიშვნელოვანი არის, რომ პარლამენტმა მიიღო ეს დოკუმენტი, შესაბამისად საუბარი ამ თემაზე დაიწყო. პარლამენტმა ეს დოკუმენტი მიიღო აბსოლუტური უმრავლესობით, ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის კონსენსუსი გვაქვს ამ ძირითადი ჯგუფის კონსენსუსი გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი ვინც იყო წინააღმდეგი, ეს იყო სუვერენული ერების ევროპა, AfD-ს პოლიტიკური ოჯახი და ჩვენ გვახსოვს, როგორ ძლიერად იცავდა ქართული ოცნება AfD-ს და სამაგიეროდ მათ ეხლა დააყენეს ცოტა ხნის წინ ჩასწორება ამ რეზოლუციაში, რომელიც საერთოდ ითხოვდა საქართველოს ჩახსნას ევროინტეგრაციის პროცესიდან. ანუ აქაც ძალიან კარგად ჩანს ქართული ოცნების მეგობრები ვინ არიან ევროკავშირში და რომ რეალურად ამ ფსევდოპარტია არ პარტია ნამდვილია, მაგრამ ფსევდომეგობრებთან ჩვენი კომუნიკაცია რომ არანაირად არ აწყობს საქართველოს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირიქით, რაც უფრო მეტად გააღრმავებს ქართული ოცნება AfD-სთან და მისნაირ პარტიებთან ურთიერთობას და აქ ორბანსაც გულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოლიტიკური ოჯახის წევრი არის, მით უფრო მეტად დაზიანდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის იმიჯი და უფრო მეტ ასეთ მტკივნეულ რეზოლუციას მიიღებს საქართველოს სამწუხაროდ. ანუ გიორგი, აქ რეალურად, როდესაც ქართული ოცნება, აი თქვათ, ცდილობს რომ დაუკარგოს ფასი იმ ტექსტებს და ვიცით რა ტიპის შეფასებებსაც იყენებს რეზოლუციების დროს, ის ამ შემთხვევაში იმ მოსაზრებიდან ამოდის, რომ აი კონსენსუსის მიღწევა გართულდება და ნაციონალურ დონეზე ნაკლებად უნდა დაელოდოს, თქვათ, საზოგადოება, თქვათ, სანქციების დაწესება, ანუ აი თქვენ რითი ახსნით მათ შორის მათ რიტორიკას იმ ნაწილში, რომ რეალურად იქ რაღაც წარმოსახვით რეალობაზე არის ლაპარაკი და აცდენილია რეალურ სურათს ეს ყველაფერი. ხო, წარმოსახვით რეალობაში და პარალელური რეალობის შექმნაში შემჩნეული არის თავად ქართული ოცნება, რომელიც საერთოდ ადეკვატურობის მიღმა არის უკვე, რომ საქმე ეხება საქართველოს საგარეო ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, უკვე წელიწად ნახევარია თუ მეტია. ჩვენ გვესმის, რომ სანქციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ტრამპთან დაალაგებენ, რომ ჩალის ფასი აქვს ვითომ და ევროპარლამენტს, მაგრამ რეალურად განმეორდები 70% იმ ადამიანების, ვინც დასანქცირდა, დღეს აღარ არიან საკუთარ თანამდებობებზე. დანარჩენი ადამიანები აქტიურად ცდილობენ, რომ მოიძიონ გზები, როგორ გამოაძვრინონ საკუთარი თავი ამ სანქციებიდან და ჩვენ ვიცით, რომ მაღალი თანამდებობის პირები რეკავდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ სხვადასხვა ევროდეპუტატებს, რომ იქნებ რამენაირად დაეხმარონ, ასე რომ სანქციები მუშაობს და ევროპარლამენტზე ერთადერთი კრიტიკა, რაც არის სამართლიანი, არის ის, რომ ევროპარლამენტი არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, მაგრამ ის რომ ევროპარლამენტი იწყებს ამაზე მსჯელობას, ეს ქმნის სამართლებრივ იურიდიულ ბაზისს ევროპული საბჭოსთვის, რომ შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ვხედავთ, რომ წინა ჯერიდან მოყოლებული, წინა რეზოლუციებიდან მოყოლებული, მუდმივად ევროპული საბჭო შეიძლება ყველაფერს არ ითვალისწინებს, რაც ევროპარლამენტი ითხოვს, მაგრამ ჩემი შეფასებით, სადღაც 60% იმისა, რაც წინა რეზოლუციებში იყო,
ევროკავშირმა და ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ უკვე განახორციელეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ინდიკატორი, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, ევროპის პოლიტიკური სისტემა და ევროპის პოლიტიკური აზრი საითკენ მიდის და ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო ქართული ოცნების. და ერთი საკითხი კიდე აი გიორგი თამარიც საუბრობდა სტრასბურგიდან უცუბიძე რომ განსაკუთრებით დასანანია იმის შესახებ რომ ამ ტექსტში არის ხაზგასმული თუ რა ტიპის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან საქართველომ, ხო? აი ესეთი ციტატა არის რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვა იმ ფაქტის გამო რომ მართლმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა რომელიც საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და ნათქვამია რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეს არის ფაქტი და ასევე არჩევნების თემაზე მინდა კითხო გიორგი როგორც ცნობილია აქ შესწორებულია ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ნათქვამია იმის შესახებ რომ აი ამ არჩევნებს თვითმმართველობაზეა საუბარი, თვითგამოცხადებული ხელისუფლება და მონაწილეობას ახალი სტატუს კოს აღიარებად გამოიყენებს. თქვენი შეფასება ამ საკითხზე, ასევე ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, კონკრეტულ პირობებზე ლაპარაკი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. და შემდეგ კიდევ გრძელდება, როგორი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაცია. აი ეს როგორ ფიქრობთ, რა ტიპის გზავნილია პოლიტიკური სპექტრისთვის და ოპოზიციური ჯგუფებისთვის პირველ რიგში? ესე იგი, ის რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ამ თქვენი კითხვის პირველ ნაწილს რომ დაუბრუნდე, სრულიად გასაგები არის, ეს არის გეოპოლიტიკური იმპერატივი, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ უკან დაგხვიოს 10 წლეულებით. ის გეოპოლიტიკური ფანჯარა, ის შანსი, რომელიც გაიხსნა უკრაინაში ომის შედეგად და ევროკავშირის მიერ საკუთარი თავის გადააზრებით და რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა უკრაინასთან, მოლდოვასთან ერთად, ეს ჯერჯერობით მე არ ვიტყოდი რომ ბოლომდე არის დახურული, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ შანსის დაკარგვასთან და უკვე ასოცირებული ტრიოდან გადმოვიდეთ სომხეთთან ერთ კალათაში. რა ძალიან დიდი პრობლემა იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის 10 წლეულებით უკან დახევა. ეს პირველი. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპის სახალხო პარტიამ წამოაყენა ამ ჩასწორების ინიციატივა და ბუნებრივი არის, სრულიად გასაგები არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ანუ არანაირი გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ოქტომბრის არჩევნები, არ ყოფილა პირიქით, ჩვენ ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან ციხეში, ჩვენ ხედავთ, რომ ცესკოში იყო მიღებული სრულიად გაუგონარი ჩასწორებები, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას თითქმის შეუძლებელს ხდის და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაგები არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მწუხარება, რომ საარჩევნო პროცესი საერთოდ საქართველოში ხდება კითხვის ნიშნის ქვეშ, ანუ რაღა აზრი აქვს მაშინ მონაწილეობას თუ ყველაფერი უკვე წინასწარ არის განჭვრეტილი. ანუ არ არის თანხwebdriver იმ ჯგუფებსა და ამ თქვათ ტექსტ შორის მისაღწევ მიზნებზე? ანუ აქ არის დასახული იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომელიც აპირებს რომ მიიღოს მონაწილეობა. აქ აქცენტი არის საუბარი ამ რეზოლუციაში იმაზე, რაც უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, რომ არჩევნებს ჰქონდეს აზრი. თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ, რომ ოცნება ნაკლებად ითვალისწინებს საერთაშორისო კრიტიკას, სამწუხაროდ მათთვის და სამწუხაროდ ჩვენთვის და აქედან გამომდინარე, არჩევნებს აქვს აზრი იმ შემთხვევაში, თუ იქნება მიღებული გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ჩასწორებები მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობაში. ამის გარეშე ეს არის ძალიან უთანასწორო ბრძოლა, ძალიან პრობლემური ბრძოლა და რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნებს შეიძლება მოყვეს რამე ლეგიტიმაცია ან აღიარება რეჟიმის, ეს მე მგონი ცოტ ზედაპირულია. გასაგებია. დიდი მადლობა გიორგი.